გამოიყენეთ ადამიანების ფანტაზიები. ძალაუფლების 58 კანონის 32 კანონი. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და დღეს განვაგრძობთ რობერტ გრინის ბესტსელერის კითხვას. და სიტყვა ბესტსელერი შეიძლება ბევრ წიგნზე ითქვას, იმიტომ რომ ეს სტატუსი მათი გაყიდვებიდან და რეცენზიებიდან მოპოვებული აქვთ, მაგრამ ეს წიგნი მართლა არის სახელმძღვანელო, თუნდაც როგორ დავიცვათ თავი ძალაუფლებისკენ მიმავალ გზაზე, ან იმ ადამიანებისგან, ვინც ამ კანონებს იყენებენ, ესე ვთქვათ, ჩვენზე სამსახურში თუ სამსახურის გარეთა სივრცეებში, თუნდაც პოლიტიკაში. ამიტომ მართლა ძალიან კარგი სახელმძღვანელოა იმისთვის, რომ ვიყოთ ყურადღებით, ამოვიცნოთ შაბლონები და გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს. კანონის ფორმულირება. ჭეშმარიტებას ხშირად თავს არიდებენ, რადგან ის მახინჯი და უსიამოვნოა. არასოდეს მოუხმოთ ჭეშმარიტებასა და რეალობას, თუ კი მზად არ ხართ აიტანოთ იმედგაცრუებით გამოწვეული სასო წარკვეთილება. ცხოვრება იმდენად მკაცრი და სევდიანია, რომ რომანტიკოსი და ფანტაზიის უნარის მქონენი უდაბნოში ოაზისებს გვანან. ყველა მათკენ მიისწრაფვის მასების ფანტაზიების გამოყენებაში უდიდესი ძალა იმალება. ძალიან საინტერესო კანონია და ვფიქრობ, როგორც ადრე იყო აქტუალური, ეხლაც ისეთივე აქტუალურია. ვფიქრობ, რომ უფრო აქტუალურიც კი, რომ დაგვეხმაროს მივხვდეთ გადაწყვეტილებებს, თუნდაც რის საფუძველზე ვიღებთ ესა და ეს რა ქვია, პროგრამა, კურსი, მარათონი, რომ ვიყიდოთ, ან არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველი, რაც ესე ვთქვათ, თვალში მომხვდა კანონის ფორმულირებაში იყო, ჭეშმარიტებას ხშირად თავს არიდებენ, რადგან ის მახინჯი და უსიამოვნოა. ყველა ქვეყანაში და მათ შორის არც საქართველო არის გამონაკლისი, ყოველთვის არის, რომ წინა საარჩევნო დაპირებები უდრის ტყუილს, ხო? რატომ იტყუებიან პოლიტიკოსები? განა იმიტომ, რომ სიმართლის თქმა არ შეუძლიათ, უბრალოდ იმიტომ, რომ სიმართლე არის მახინჯი და უსიამოვნო. რეალურად ვერც ვერავინ არსებული ეკონომიკის ლოკალური და გლობალური, ესე ვთქვათ, ფარგლებში ვერ მოუმატებს პენსიონერს ხელფას იმ ოდენობით, რაოდენობითაც არის დაპირება. არავინ არ მოახდენს მიწების სრულ, ესე ვთქვათ, პრივატიზაციას და არ დაგვინაწილებს ჩვენი სახელმწიფოს ქონებას. უბრალოდ რეალობა იმდენად უსიამოვნოა და ჩვენთვის, ანუ ესე ვთქვათ, სტანდარტული მოქალაქეებისთვის თითქოს ყველაფერი შეზღუდული და დარეგულირებულია და უსამართლო იმის ფონზე, რომ ხედავთ, შეიძლება სხვა ადამიანებისთვის იგივე რეგულაციები არ მოქმედებდეს, შესაბამისად გვანახებენ იმას, რაც ჩვენს ფანტაზიებში არის მოსაწონი და პოლიტიკასაც რომ გავეშვათ, იგივე არის სამსახურშიც, ხო, მისული არ ხარ გასაუბრებაზევე გეუბნებიან, რომ ეს არის შენი რაღაცა კარიერული წინსვლის ნაბიჯები, ხელფას მოგიმატებ 3 თვეში, 6 თვეში, მერე უცბად ბიუჯეტი არ არის. მერე რეორგანიზაცია იწყება. რატო? განა იმიტომ, რომ სიმართლე არ იციან, ან სიმართლის თქმა არ შეუძლიათ, უბრალოდ ჩვენ არ შეგვიძლია სიმართლის მოსმენა. აქედან გამომდინარე, ესე ვთქვათ, იმას გვეუბნებიან, რასაც ითხოვს ჩვენი ფანტაზია, რომ დაკმაყოფილდეს. და ძალიან ხშირია საქართველოს ფარგლებს გარეთ, როდესაც გარკვეული ადამიანები, გარკვეული თუ გაურკვეველი ხა ყველა არ ვიცი, მაგრამ ბევრი ქართულზე ვისაუბრებ, ამ სივრცეში იყიდება კურსები დაპირებით, რომ შენ იქნები მდიდარი, გაიარე ეს კურსი და იქნები
გამხდარი, გაიარე ეს კურსი და იქნები ცნობადი. აი ამ რაღაცა საგარანტიო პირობებით, რომელიც არ შეიძლება რომ გასცე. განა ის არის ტყუილი, რომ ამ კურსს რომ გაივლის ადამიანი არ გახდება, მაგრამ იკარგება ის ნაწილი, რომ ადამიანი გახდება და ჭარბწონას, ესე ვთქვათ, დაემშვიდობება, თუ ჯანსაღი ყვება, ანუ თუ თავის ქმედებაზე აიღებს პასუხისმგებლობას. მე ძალიან ვფიქრობ სასარგებლო და კარგ კურსს, პროგრამას სამთვიანს ვაკეთებ ახლა ფინანსურ განათლებასთან და ცხოვრების დიზაინთან დაკავშირებით და მე გავყიდი ამ კურსს, მაგრამ მე გავაზიარებ ინფორმაციას და არა ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ შენ თუ ამ კურსს გაივლი, უბრალოდ შემოხვალ და არ მომისმენ და შენს მოქმედებას არ შეცვლი, შენს შოუებს არ შეცვლი, ეს ან გაგამდიდრებს, ან რამეს გიზამს, მაგრამ პროდუქტები და ესე ვთქვათ, მომსახურებები, რომლებიც იძლევა გარანტია დაპირებებს, შეუსაბამოს რეალობასთან ბევრად კარგად იყიდება, ვიდრე არარეალური, იმიტომ რომ უпростоრად ვიდრე რეალური დაპირებით რომ იყოს, იმიტომ რომ ადამიანი ფანტაზიორობს, უნდა ყველაფერი არარეალურად მალე, არარეალურად მარტივად, არარეალურად ბევრი და ამ ფანტაზიებს ყვებავს, ესე ვთქვათ, ზუსტად ეს შეთავაზებები. საჯარო, კერძო თუ პოლიტიკურ სფეროში. და იგივე რომ ავიღოთ, აი ინფლუენსერები, ხო? კონტენტ კრეატორობა, ახალი მიმართულება, როგორი ცხოვრება უნდა ვანახოთ გამომწერს, რომ გამოყვეს. ძირითად შემთხვევაში ისეთი, როგორზეც ის ოცნებობს, ხო? და შეიძლება ამ ოცნებაში ჩვენ და ფანტაზიებში გამოვიყენოთ მაგალითად ისეთი ფონები, რომელიც რეალურად სახლში არ გვაქვს. ეს ახლა კი არის ჩემთან კედელი ესეთი, მაგრამ შეიძლება რაღაცა გავაკეთო ისეთი, რომ უფრო მდიდრული ჩანდეს, უფრო არ ვიცი, ამშვიდებდეს, ხო? რატო? იმიტომ რომ ჩემს გამომწერს ასე ჭირდება. რადგან კანონის ფორმულირებაში წერია, ცხოვრება იმდენად მკაცრი და სევდიანია, რომ რომანტიკოსი და ფანტაზიის უნარის მქონანი უდაბნოში ოაზისებს გვანან. უმრავლესობისთვის არის ცხოვრება მკაცრი და სევდიანი სამწუხაროდ, მაგრამ არიან ადამიანები და არც ისე ცოტა, თუმცა არა უმრავლესობა, მათ შორის მე, რომლებისთვისაც ცხოვრება არის მშვენიერი და იმედი მაქვს, რომ თქვენთვის ამ, არ ვიცი, ნაპერტყალს შევძლებთ რომ გავაზიარო, როგორ შეიძლება იყოს ცხოვრება მშვენიერი. პირველ რიგში პატარაზე თემას რო გადავუხვია, უნდა ვიყოთ მადლიერები ყველაფრის, რაც გვაქვს და ყველაფრის, რაც არ გვაქვს. კანონის დაცვაზე გადავიდეთ, ძალიან კარგი მაგალითი აქვს ავტორს მოყვანილი, როდესაც ვენეცია, ქალაქ სახელმწიფო, რომელიც თავისი ვაჭრობის, ასე ვთქვათ, მონოპოლიზებით და ამ სიმდიდრის დაგროვებით ძალიან დოვლათიანი სიუხვით გამორჩეული ადგილი იყო, ხალხი შეჩვეული იყო ესე ცხოვრებას, მაგრამ 1570 წლიდან, ანუ მე-16 საუკუნიდან, ესე რომ ვთქვათ, მისი უკანსვლა იწყება. და კარგავენ ისინი სავაჭრო მონოპოლიას, სხვა ქვეყნები ხდება აქტუალური, არ იციან რა ქნან. და ამ დროს ცხოვრობს იქ ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, კაცი, რომელიც აკვირდება ამ ადამიანების სასოწარკვეთას, რომლებმაც არ იციან, როგორ უნდა გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ იციან, რომ გამოვლენ, ანუ იმედს ქმნიან და შეირქვა სახელი ბრაგადინო, დაირქვა ვითომ იყო ალქიმიკოსი. და რატომ ალქიმიკოსი? იმიტომ, რომ იმდენად დიდი იყო საწარკვეთა ვენეციელების და იმდენად უსიამოვნო იყო მათთვის რეალობა და აუტანელი, მას რაღაცა მაგიური გზით სწრაფად
უნდა შეეთავაზებინა ვენეციისთვის, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდოდა და ჭორების დაყრით გააჩინა მასზე, ესე ვთქვათ, რაღაცნაირი ცრუ მოთხოვნა და ვენეციელებს შთაბეჭდილება დაუტოვა, რომ თუ ამ ალქიმიკოს ძალიან დიდ ფუფუნებაში არ აცხოვრებდნენ და ყველაფერს არ დაუფინანსებდნენ, მაშინ მოიტაცებდა ან მანტუის ჰერცოგი, ან მიუნხენში წაიყვანდნენ, მოკლედ სხვა ლოკაციებზე, სადაც ასევე ჭირდებოდათ ალქიმიკოსის ის უნარი, როგორიც არის ოქროს გამრავლება რეალურად ოქროს ცხარეში. და ვენეციამ დიდი წვალების შემდეგ ბრაგადინო დაითანხმა, რომ ეცხოვრა ვენეციის ერთ-ერთ კუნძულზე და ესე ვთქვათ, ყველანაირ ფუფუნებას უქმნიდა. ბრაგადინო არ ჩქარობდა, რა თქმა უნდა, ოქროს გამრავლებას და გაოცებას და გაოზდაათმაგებას, ტკბებოდა თავისი, ესე ვთქვათ, დოვლათიანი და უხვი ცხოვრებით და პირდებოდა ხალხს, რომ რაც უფრო დიდ დროს მომცემთ, უფრო მეტჯერ გამრავლდება ოქრო. თუ მომცემთ 7 წელს, რაც გაქვთ გამრავლდება 20-ზე. თუ ეხლავე მოგინდებათ 1 წელში გამრავლდება, მაშინ 2-ზე და მოკლედ ბევრი კმაყოფილი იყო, ბევრი უკმაყოფილო იყო და ამაზე მახსენდება ერთი ჩემი სამსახურეობრივი მაგალითი, როდესაც კომპანიაში, სადაც მუშაობდი, ძალიან უნდოდათ ფასიანი ქაღალდების ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების სავაჭროდ განთავსება და ეს იყო ერთადერთი მიზანი დარჩენილი, რაც ესე ვთქვათ, არ იყო შესრულებული რაღაც 15 წლიანი ოპერირების მანძილზე და მოიყვანეს ამერიკელი აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ბრაგადინოსავით ამ კომპანიას, რომელიც უკვე ნელ-ნელა უკან მიდიოდა, იმიტომ რომ დევნაში იყო სულ რაღაცის, ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში IPO-სი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე. ამ ადამიანის მოყვანისთანავე პირველი შეხვედრა იყო ესეთი, რომ ის რაც კომპანიამ 15 წელში ვერ მოახერხა, ეს კაცი მოახერხებდა 1 წელში სწრაფად ინვესტორების მოზიდვით, იმიტომ რომ იცნობდა ამას, იმას და იმას, მაგრამ რამდენად იმ ინვესტორებს უნდათ ახლა ამ კომპანიაში მის გამო ინვესტიციის შედება, ეგ არ იცოდნენ, თუმცა ამ ალქიმიკოსივით აფუფუნეს ისეთი ხელფასი მიცეს, რომელიც შეიძლება მიცეს მაგალითად Bank of America-მ ან JP Morgan-მა თავის CEO-ს. ახლა ცოტა ვუტრირებ, მაგრამ ახლოს იმასთან და მალე გავაკეთებ, რესტრუქტურიზაციას გავაკეთებ, ხარჯებს შეგიმცირებთ, ინვესტორებს მოვიყვან, 3 მილიარდს ჩადებენ ინვესტიციას და მოკლედ ზუსტად ამ ბრაგადინოსავით ექცეოდნენ კერძო თვითმფრინავებით გადაფრენა, გადმოფრენა ბაჰამის კუნძულებზე, კორპორატიულები, სეიშელებზე და ეს ადამიანი სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, გამოდგა ალქიმიკოსი შარლატანი ოღონდ კორპორატიულ სამყაროში. ოღონდ შარლატანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმიტომ რომ რაც ამ კომპანიას ჭირდებოდა, მიხვდა ძალიან კარგად საუბრებიდან, პრეზენტაციებიდან გამომდინარე და ზუსტად იმაზე ააგო თავისი დაპირება. და ბრაგადინოც რეალურად ვენეციაში მცხოვრები ადამიანი, რომელიც წლები აკვირდებოდა რა ემართებოდათ ვენეციელ ვაჭრებს და დიდებულებს და ეს ოჯახები როგორ ინგრეოდა და რა იყო მათი, ესე ვთქვათ, ყოველდღიური სასაუბრო თემა, მათგან გამომდინარე აირჩია ეს პროფესია, რადგან ვენეციას იმ დროს არ ჭირდებოდა ეკონომისტი, რომელიც ნელ-ნელა რაღაცა 80 წლიან გეგმას დაანახებდა კრიზისიდან გამოსვლაში, ხო? და შემდეგ ბრაგადინო წავიდა ისე, რომ ვენეციელები გაბრაზებულები იყვნენ და ასე იარა სხვადასხვა ქვეყანაში, თუ ქალაქში, სადაც უჭირდათ. და ეს ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, იგავი არის იაპონიის იმპერატორი ტოგიგავა იეაშუდან. თუ გსურთ დამაჯერებელი ტყუილები თქვათ, იტყვით სიმართლეს, რომლის მოსმენა არავის სურს.
ჩვენ ხშირად ვაბრალებთ, რომ ადამიანები გვატყუებენ. ხანდახან გვატყუებენ ან პარტიები, ან ორგანიზაციები, ხანდახან გვატყუებენ იმიტომ, რომ ეს მათ სჭირდებათ და სხვანაირად არ შეუძლიათ და ხანდახან გვატყუებენ იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება და ჩვენ არ შეგვიძლია, ესე ვთქვათ, სიმართლის მოსმენა. ამიტომ ყოველთვის, ესე ვთქვათ, სხვისი დადანაშაულება რატო მოგვატყუეს, ჩემი აზრით არ შეიძლება. ხანდახან უნდა ჩავუყნავდეთ საკუთარ თავს და გავაანალიზოთ, რატომ გავხდით მაინც და მაინც ჩვენ მსხვერპლი არა, ტყუილის ადრესატები. ძალაუფლების მისაღწევად უნდა გახდეთ სიამოვნების წყარო გარშემო ყოფებისთვის, ხოლო სიამოვნებას იძლევა ადამიანების ფანტაზიებით თამაში. არასოდეს დაჰპირდეთ თანდათანობით გაუმჯობესებას, რომელიც მხოლოდ დაუღალავი შრომის მოყვარეობით მიიღწევა. ამის ნაცვლად დაჰპირდით ციდან მთვარის ჩამოხსნას, დიად და მოულოდნელ ტრანსფორმაციას. ოქროს საგანძურს რატომ ყიდულობენ კურსებს მანიფესტაციის? და მანიფესტაციას როგორც განმარტავს ნეირომეცნიერება, სხვა ვიდეოებშიც მაქვს ნათქვამი, მე ვიზიარებ და ამას ვაპრაქტიკებ, მაგრამ მანიფესტაციას, რომელშიც ამბობენ დაწვი ფურცელი და მე სული შეუბერე, ან არ ვიცი რაღაცა, რაც არის პროცედურა და ასრულდება, ჩემთვის არის თაღლითური სქემა. და მაინც იყიდება, რატო? დანაპირები არის, რომ შენი რაღაცნაირი უფერული, ნაცრისფერი პრობლემებით სავსე ცხოვრებიდან გადაიხდი 30 ლარს, ან არ ვიცი, 50 ლარს და ეს მოგვერდება. ანუ ყიდიან იმედს, რომელიც არ მოგიწოდებს მოქმედებისკენ და აქედან გამომდინარე ზუსტად აქ რაც წერია, რომ პირდებიან ადამიანებს ციდან მთვარის ჩამოხსნას, დიად და მოულოდნელ ტრანსფორმაციას ოქროს საგანძურს. ოქროს საგანძური ჩვენშია, ეს არის ჩვენი უნარები, ჩვენი სული, ჩვენი გონება და ჩვენი სხეული და ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მოქმედებით, სიცხადით და ცოდნით რა გვინდა, გავხადოთ ისეთი, როგორზეც შეიძლება მანიფესტაციის შემთხვევაში უბრალოდ ვოცნებობთ და მანიფესტაციის ოღონდ აი ეს რაღაცა ვუ მანიფესტაციის შემთხვევაში ვოცნებობთ და გონია რომ ძალიან შორეულია. ძალაუფლების გასაღები. ფანტაზია ვერასოდეს იმოქმედებს მარტო. მას სჭირდება უსახურობისა და ბანალურობის კონტრასტული ფონი. ეს უზომოდ მოსაწყენი რეალობა აძლევს საშუალებას ფანტაზიას ფესვები გაიდგას და გაიფურჩქნოს. ზუსტად ეს არის რა, ხო გვიკვირს კიდევ რომ ეს თაღლითური ზარები და ვისატყუებენ, ეს ხო ცალსახაა, რომ ტყუილია, როგორ შეიძლება 10 ლარი ჩარიცხო და დაგერიცხოს 1000 ლარი. ადამიანს, რომელსაც სასოწარკვეთილია და რომელსაც არ აქვს სხვა პერსპექტივა, იძულებულია რომ მოიტყუოს თავი და აი ტყუილი იმედი გაიჩინოს. ძალიან კარგი მაგალითია რეალობის ცვლილება ხდება ნელა და თანდათანობით. ისინი მოითხოვს დაძაბულ შრომას, იღბალს, დიდ თავგანწირვას და უსაზღვრო მოწფინებას, ხო? რეალობა. ანუ მოქმედება. ფანტაზია უეცარ ტრანსფორმაციას მოაქვს ბედის სრული ცვლილება, იღბალი, რომელიც ცვლის შრომას, თავგანწირვას და დროს, ერთი ფანტასტიკური დარტყმით, ანუ კაზინო. პირველი რეალობა არის ვორენ ბაფეტი, ნელა, დინჯად, აუღელებლად, დაგროვებით, სწავლით, გამოცდილებით, კონტაქტებით, 90+ ასაკის არის, დღემდე ჩართული ინვესტირებით, ჩართული ინვესტორია, ხო, არ არის პასიური ინვესტორი. ფანტაზიორები კი არიან ისინი, ვინც კაზინოებში, არ ვიცი, აი ესე მალმალე ფულის შოვნით არიან, ან თუნდაც ცნობადობის, აი პირობითად ავიღეთ და ვიყიდეთ გამომწერები ინსტაგრამზე და რა
რა გავაკეთეთ? მყიდველი არ მოსულა ამით ჩვენთან. დაინტერესებული აუდიტორია არ მოსულა. მათ ჩვენ არ ვეხმარებით, მაგრამ აი ეს უეცარი გვინდა რაღაცა ერთი ფანტასტიკური დარტყმა, რომ ელენემ დღეს დაიძინა და ხვალ გაიღვიძა და არ ვიცი, ჰეილი ბიბერია. ეს რა თქმა უნდა, აი ეს კონტრასტი რეალობის და ფანტაზიის საყვარელი ფანტაზია ჩვენი დროის შარლატანების ჩვენ შორის რომ ტრიალებენ და ბრაგადინოს წარმატების გასაღებიც იგივე იყო ეს ვენეციის მაგალითი რაც ვისაუბრეთ დაპირდით სწრაფ და სრულ ცვლილებას სიღარიბიდან სიმდიდრემდე, ავადმყოფობიდან გაჯანსაღებამდე, ტანჯვიდან კეთილდღეობამდე და ხალხის რიგი დაგიდგებათ. ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ტანჯვისა და ტკივილის საპირისპიროდ. აი ეს გაყიდეთ. რატომ ჭირდება რელიგიებს სასწაულები? თქვენი აზრით. ჩემი აზრით, იესოს სიყვარულს არ ჭირდება სასწაული. მე არ მჭირდება არანაირი სასწაული, რომ დავიჯერო იესოს არსებობა და მიყვარდეს ის. მაგრამ სასწაულები საჭიროა თუ რამე უნდა ვიყიდო, ან თუ არ ვარ რამე, ანუ ღრმა რწმენაში, ხო, სხვანაირად ვერ მაჯერებენ. და არის ძალიან კარგი გამონათქვამი, რომ ადამიანებმა ფიზიკა რო უკეთ იცოდნენ, ნაკლები სასწაულები იქნებოდა მათ ცხოვრებაშიო. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ რწმენაში, სასწაულების მოლოდინის გარეშე და პლუს ხარჯის გარეშე. რწმენას არ ჭირდება თანხის გაცემა და რამის ჩუქება და რამის ყიდვა იმ ადამიანებისთვის, ვინც გვესაუბრებიან თუნდაც ქრისტეს სახელით. იმიტომ რომ ქრისტე არის ჩვენში. ხატება, მთვარე, მიუწვდომელი მუდმივად იცვლის ფორმას, ქრება და მერე ისევ გამოჩნდება. ვუცქერთ, ვოცნებობთ, გაოცებული ვრჩებით, ის არასოდეს არის ნაცნობი, მოსაბეზრებელი, ყოველთვის ფანტაზიების აღმძვრელია. ბანალურს ნურაფერს შესთავაზებთ, შესთავაზეთ მთვარე. ანუ მანიფესტაცია ის კურსი, რომელიც გავარდება, იმიტომ რომ მთვარი შუქზე გახვალ ფურცელზე დაწერ, მერე გადააგდებ და ხვალინდან გაიღვიძებ სასახლეში, ხო? სისულელე, მაგრამ ადამიანს, რომელსაც ძალიან ეშორეულება ეს თავის საოცნებო სიცოცხლე, ცხოვრება, სხვა გზა არ აქვს, უნდა მიმართოს მანიფესტაციის მსგავს მეთოდს. საპირისპირო მოსაზრება. ნუ დაუშვებთ ჩვეულებრივ შეცდომას და ფანტაზიას აუცილებლად რაღაც ფანტასტიკურად ნუ ჩათვლით. ის, რა თქმა უნდა, კონტრასტს ქმნის სინამდვილესთან, მაგრამ საკუთრივ რეალობა ზოგჯერ იმდენად თეატრალური და დაუჯერებელია, რომ ფანტაზიად იქცევა ოცნება. სრულიად ჩვეულებრივ რამეზეც კი. მაგალითად, აბრაამ ლინკოლნის იმიჯი წვერიანი პროვინციელი უბრალო ადვოკატის დაეხმარა მას უბრალო ხალხის პრეზიდენტი გამختარიყო. ტრამპის შემთხვევაც ეგ არის, ხო, რატომ გაიმარჯვა? კონსერვატორია, კათოლიკეა? ვინ არის? გახდა ის წინა პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნების, რაც ამომრჩეველს ჭირდებოდა, ანუ კონტრასტული სახე იმ რეალობისა, რაც იყო. და ეხლა მაგალითად ადამიანი დაიღალა სატელევიზიო შოუებით, დახვეწილი ფილმებით, დაფოტოშოპებული ფოტოებით და რა წამოვიდა წინ პერსონალურ ბრენდში? ავთენტურობა და ნამდვილობა. აღარ გვინდა ეს რაღაცნაირი გაკრიალებული სახე, იდეალური სხეული, იდეალური ამერიკული ოჯახი, ბარბი და კენი, ხო? გვინდა სინამდვილე. აქედან გამომდინარე, ვინც ხართ პერსონალური ბრენდის შენებაში ან თუნდაც თქვენი ბიზნესის და აკეთებთ მედია მარკეტინგს, დღეს გვჭირდება ყველაფერი ავთენტური, ნამდვილი, რაც გულისხმობს შეცდომების გაზიარებასაც და ყველაფერს, რაც არის ადამიანური. თუმცა შეცდომების გაზიარებასთანაც უნდა იყოთ ფრთხილად, რა გამოგადგებათ თქვენ მარკეტინგულად და რა არა.
სულ ეს არის 33 კანონზე, რისი თქმაც მინდოდა, მართლა ძალიან აქტუალური და საინტერესო კანონია და შემდეგ ორშაბათს განვიხილავთ 33 კანონს. გთხოვთ გამოიწეროთ არხი და მხარი დაუჭიროთ Reverse Monday-ის დროებით.